მარკოზის სახარება. თავი პირველი. დასაწყისი სახარებისა იესო ქრისტესი, ღვთის ძისა. როგორც ესაია წინასწარმეტყველში წერია, აჰა მე მოვავლენ შენი სახის წინაშე ჩემს ანგელოს, რომელიც მოამზადებს შენს გზას. ხმა მღაღადებლისა უდაბნოში, განუმზადეთ გზა უფალს, მოასწორეთ მისი ბილიკები. იოანე ნათლისმცემელი უდაბნოში მივიდა და ქადაგებდა სინანულის ნათლისცემას ცოდვათა მისატევებლად. გამოდიოდა მასთან იუდეველთა მთელი ქვეყანა და ყველა იერუსალიმელი და მდინარე იორდანეში მის მიერ ინათლებოდნენ და თავიანთ ცოდვებს აღიარებდნენ. იოანეს ემოსა აქლემის ბეწვი და წელზე ტყავის სარტყელი ერტყა და ჭამდა კალიას და ველურ თაფლს. ქადაგებდა და ამბობდა: ჩემს შემდეგ ჩემზე უძლიერესი მოდის. ვის წინაშეც არა ვარ ღირსი დავიხარო და სანდლის თასმა გაუხსნა. მე წყლით გნათლავთ, ის კი სული წმინდით მოგნათლავთ. მოხდა იმ დღეებში, რომ მოვიდა იესო გალილეის ნაზარეთიდან და მონათლულ იქნა იოანეს მიერ იორდანეში. და უცბად, როდესაც წყლიდან ამოდიოდა, იხილა გახსნილი ცანი და სული მტრედივით გარდმომავალი მასზე. ცათაგან მოისმა ხმა: შენ ხარ ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე მე. და დაუყოვნებლივ წაიყვანა იგი სულმა უდაბნოში. უდაბნოში 40 დღე იყო და სატანისგან იცდებოდა იგი. მხეცებთან იყო და ანგელოზები ემსახურებოდნენ. მას შემდეგ, რაც იოანე გადაცემულ იქნა იესო, მოვიდა გალილეას და ღვთის სახარებას ქადაგებდა. ამბობდა: აღსრულდა ჟამი და მოახლოვდა ღვთის სასუფეველი. მოინანიეთ და იწამეთ სახარება. როდესაც გალილეის ზღვის პირას დადიოდა, დაინახა სიმონი და სიმონის ძმა ანდრია, რომლებიც ზღვაში ბადეს ისროდნენ, რადგან მებადურები იყვნენ. იესომ უთხრა მათ: მომყევით მე და ადამიანთა მებადურებად გაქცევთ. მათ მაშინვე მიატოვეს ბადეები და გაჰყვნენ მას. ცოტა გაიარა და დაინახა იაკობ ზებედეს ძე და მისი ძმა იოანე. ისინი ნავში ბადეებს აკერებდნენ. მაშინვე დაუძახა. მათ მიატოვეს თავიანთი მამა ზებედე ნავში მყოფ მუშებთან ერთად და გაჰყვნენ მას. კაპერნაუმს მივიდნენ და მაშინვე შაბათ დღეს შევიდნენ სინაგოგაში და ასწავლიდა მათ. გაოცებულნი იყვნენ მისი მოძღვრებით, რადგან ასწავლიდა მათ როგორც ხელმწიფების მქონე და არა როგორც მწიგნობარნი. მათ სინაგოგაში იყო კაცი, არაწმიდა სულით შეპყრობილი. მან იყვირა: რა გინდა ჩვენგან იესო ნაზარეველო? ჩვენს დასაღუპავად მოხვედი? გიცნობ ვინც ხარ, ღვთისწმინდაო. იესომ შერისხა იგი და უთხრა: გაჩუმდი და გადი მაგისგან. არაწმიდა სულმა შეანჯგრია იგი, დიდი ხმით დაიკივლა და გამოვიდა მისგან. ყველანი განცვიფრდნენ, ისე რომ ერთმანეთს ეკითხებოდნენ: ეს რა არის? ეს რა ახალი მოძღვრებაა? რომ ხელმწიფებით არაწმინდა სულთაც კი უბრძანებს და ისინიც ემორჩილებიან მას. მისი ამბავი მაშინვე გალილეის მთელ მხარეს მოედო. სინაგოგიდან გამოსვლისთანავე სიმონისა და ანდრიას სახლში მივიდნენ იოანესთან და იაკობთან ერთად. სიმონის სიდადრი კი იწვა ციებ-ცხელებით შეპყრობილი. მას მაშინვე უთხრეს მასზე. მივიდა, ხელი მოჰკიდა და წამოაყენა იგი. სიცხემ გაუარა და მოემსახურა მათ. საღამო ჟამს, მზის ჩასვლისას, მიუყვანეს მას ყველა, ვინც სნეული და ეშმაკეული იყო. მთელი ქალაქი შეკრებილიყო კართან. ბევრი სნეული განკურნა სხვადასხვა სენისაგან. ბევრი ეშმაკი განდევნა და ნებას არ ართავდა ეშმაკებს ელაპარაკად, რადგან ისინი იცნობდნენ მას. განთი ადამდე, ჯერ კიდევ ღამიანად ადგა, გავიდა და წავიდა უდაბნო ადგილას და იქ ლოცულობდა. სიმონი და მასთან ყოფნი საჩქაროდ გაედევნენ მას. იპოვეს იგი და უთხრეს: ყველა შენ გეძებს. უთხრა მათ: წავიდეთ სხვა ახლომახლო ქალაქებში, რათა იქაც ვიქადაგო, რადგან ამისათვის ვარ მოსული. დადიოდა მთელ გალილეაში, ქადაგებდა მათ სინაგოგებში და ეშმაკებს დევნიდა. მოვიდა მასთან ერთი კეთროვანი, მუხლი მოიყარა, შეევედრა და უთხრა: თუ გსურს, შეგიძლია ჩემი განწმენდა. შეეცოდა იგი, გაიწოდა ხელი, შეახო მას და უთხრა: მსურს, განიწმიდე. და მყისვე მოშორდა კეთრი და განწმენდილ იქნა. კაცრად გააფრთხილა და უმალვე გაუშვა. უთხრა მას: უღურე, არავის უთხრა,
არამედ წადი და ეჩვენე მღვდელს და შესწირე შენი გაწმედისათვის, რაც ბრძანა მოსე მათ და დასამოწმებლად. ის კი გავიდა და დაიწყო ბევრი ლაპარაკი და ამბის განხმაურება ისე რომ იესო ცხადად ვეღარ შედიოდა ქალაქში, არამედ გარეთ უდაბნო ადგილებში იმყოფებოდა და ყოველი მხრიდან მიედინებოდნენ მასთან.